მე მინდა შევეხო ერთ-ერთ რეგიონს კერძოდ ნინოწმინდის რაიონს, საიდანაც ძალიან ცუდი ინფორმაცია მოდის არა მარტო დედაქალაქის საზოგადოების ყურამდე, არამედ როგორც ჩემთვის ცნობილია ნინოწმინდაში რაც ხდება, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის სამხაროო სამართალდამცავ ორგანოებმა, მაგრამ რატომღაც ადგილი აქვს წაყრუებას. ყოველ შემთხვევაში მე მაქვს ასეთი ინფორმაცია. ესე იგი საუბარი არის ფაქტიურად ნინოწმინდის რაიონში და ნინოწმინდაზე კერძოდ იმიტომ ვლაპარაკობ მე რომ თითქმის რაც ნინოწმინდაში ხდება ყველგან და ყველა რაიონიდან ასეთი საყვედურებია. ნუ ხშირ შემთხვევაში ახლა ყველა რაიონზე ვერ ვიტყვით, მაგრამ აი თქვენ წარმოიდგინეთ რომ ნინოწმინდაში 2012 წლის არჩევნების დროს ვინც არჩევნები მოიგო, ვინც ნაციონალურ მოძრაობას ეწინააღმდეგებოდა. ერთი არ არის ფაქტიურად დაფასებული და დასაქმებული, მე ვგულისხმობ ქართული ოცნების აქტივს. ერთი ადამიანიც კი. ესე იგი იმ დროს როცა 2012 წლის, 2008 წლის, 10 წლის არჩევნების დროს აი ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენძელა მკოიანი, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის პარტიიდან პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატი, რომელიც ადრე იყო შევარდნაძის დროს მოქალაქეთა კავშირიდან დეპუტატი. ესე იგი, მკოიანი, რომელიც იყო მასმიძელი ყველა სუფრის ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და კარგად ჩანს ბაქრაძე და მის გვერდით მკოიანი, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მკოიანი გადმოპორტირდა ქართული ოცნების უმრავლესობაში, აი ის თამადა არის, აგერ კარგად ჩანს სუფრასთან და აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი ყოფილი წევრი არის კეთროვანი. ამაზე საუბარი არ არის. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ნინოწმინდის მოსახლეობა, ეთნიკური მოსახლეობა, სომეხი მოსახლეობა გაოცებით და გაკვირვებით ამბობსო, ქართული ოცნება იმიტომ მოვიდა ხელისუფლებაში, რომ გაეძლიერებინა ნაციონალური მოძრაობის კლანიო. ესე იგი თქვენ წარმოიდგინეთ, გამგებელი ნინოწმინდის გამგებელი არის ფაქტიურად მკოიანის, ასე ვთქვათ, ხალდამჭერი იყო და მკოიანი ფარველობს მას. აი ეს ადამიანი ეხლა ამ წუთში ნახეთ როგორ ჩახუტებული არის ბაქრაძეს. ეს ადამიანი არის ბატონი ზმოიანი, გამგეობის კულტურის მაშინდელი სამსახურის უფროსი. ქართული ოცნების წინააღმდეგ იბრძოდა და ეხლა არის შესყიდვების სამსახურის უფროსი. არის დაახლოებული პირი მკოიანთან. ასევე თქვენ წარმოიდგინეთ რომ აი ეხლა მე შემიძლია დეტალურად გითხრათ, ბევრ დროს არ წაგართმევთ სახელი და გვარებით ნაციონალური მოძრაობის იმჟამინდელი, ესე იგი თანამდებობის პირები, როგორ არის დღეს თანამდებობაზე. აქ არის საკუთრების ამონაწილი საჯარო რეესტრიდან, სადაც აი ეს ფიგურები ფლობენ უამრავ, ასე ვთქვათ, მიწა სავარგულებს. ქალაქის ცენტრში ისინი ფლობენ პრინციპში ყველა ღირსშესანიშნავ ადგილს, სკვერები, ბაღები და ესე იგი ისეთი ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელიც ფაქტიურად არ ექვემდებარება შესყიდვას. ესე იგი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი სუმბატ კიურელიანი არის 2010 წლიდან არის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2013 წლის მარტიდან დანიშნული იქნა საკრებულოს თავმჯდომარედ. 1997-98 წლებში, როცა აფეთქეს ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტი, ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ზონდერ ბრიგადის მეთაური იყო და ესე იგი ამბობენ იმასაც, რომ მას აქვს სომხეთის მოქალაქეობა და ამის მტკიცებულობაც არსებობს. ესე იგი, ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ერთი რო არის საქართველოს მოქალაქე, მეორე არის სომხეთის მოქალაქე. კონსტანტინ ვარდანიანი, ესე იგი, 2010 წლიდან იყო ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე, ამირან მესხელის კადრი, დღეს ის ფაქტიურად
არის თანამდებობაზე, სამუელ ორიციანი დეპუტატი ენზელ მაკოიანის ბიძაშვილი, 2010 წლიდან იყო გამგებლის მოადგილე, 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსი, არჩევნების დროს უშუალოდ მონაწილეობდა და ყველა ბინძურ საქმიანობას ხელმძღვანელობდა, დაქირავებული სახლებიდან აძევებდა და ატარებდა ქართული ოცნების ასე ვთქვათ, ჩამოსულ კომისიის წევრებს ქალაქიდან 2013 წელს სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების დროს ბევრ მითვისებას ჰქონდა ადგილი მისგან, ჩვენ ესე იგი ფაქტიურად ეს ყველაფერი ალექსანდრე მიქელაძე 2010 წლიდან არის გამგებლის მოადგილე, რომელიც 2012 წლის არჩევნების დროს გასახლებით ემუქრებოდა თავიანთ მოსახლეობას, თუ ხმას მისცემდნენ ქართულ ოცნებას. ალტავას ტონოიანი გაგი კასლიანი 2013 წლამდე მუშაობდა ნინოწმინდის საჯარო რეესტრის უფროსად. 2013 წლის წლიდან დღემდე არის ნინოწმინდის გამგებელი. დღესაც გამგებელია. ესე იგი 2012 წლის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი იყო, რომელიც ასევე ქართული ოცნების ჩამოსულ კომისიის წევრებს და აქტივისტებს ყრიდა დაქირავებული სახლებიდან. ქართული ოცნების აქტივისტებს ექცეოდა უდიერად. ხედა პლაკატებს. მასზე არის აღზრული 20-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე დღესაც. მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ახალქალაქის რაიონული პროკურატურის პროკურორი იური უნანიანი ფარველობს და მას ასევე პარლამენტის დეპუტატი ენზელ მკოიანიც და აქ ნახსენებია კონდაზვერის სამსახურიც. ნებისმიერ ნინოწმინდელს ვკითხოთო, გვეტყვისო ყველაზე კორუმპირებული პიროვნება რაიონში, რაზედაც მეტყველებს მაღზე აზული უამრავი სისხლის სამართლის საქმეო. ალექსანდრე მიქელაძე 2010 წლიდან არის გამგებლის მოადგილე, რომელიც 2012 წლის არჩევნების დროს გასახლებით ემუქრებოდა ასევე თავიანთ მოსახლეობას. ალტავას ტონოიანი 2010 წლიდან არის გამგებლის მოადგილე და დანიშნულია პარტია თავისუფალი დემოკრატებიდან. 2012 წელს აქტიურად იცავდა ნაცმოძრაობის ინტერესებს. აქ არის საუბარი სამსონ ჩოიანზე, არის საუბარი საიათ მკოიანზე, დეპუტატის ბიძაშვილია, 2010 წლიდან არის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი. მისი ხელშეწყობით შეინიშნება ბევრი დარღვევა მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის პროექტებში, რომელიც შედის პარლამენტის დეპუტატის ინტერესებში. ნაირი მანუკიანი 2014 წლიდან დაინიშნა ნინოწმინდის სამხედრო სამსახურის უფროსად, 2005 წლის ოქტომბერში ნინოწმინდის საბაჟოზე კუდის სპეცოპერაციის დროს იყო დაკავებული ქთამისაღების ფაქტზე. ხოლო 2011 წელს უკანონოდ მიიღო სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა. მტკიცებულებები არსებობს. სეიდან კიურელიანი ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სუმბატ კიურელიანის საკრებულოს თავმჯდომარის მამა აქტიურად თანამშრომლობს უშიშროებასთან, კონდაზვერვა კახათოფურია არის აქ ხსენებაში. ლევან ახობაძე და ზურა ჩადუნელი სამცხე ჯავახეთის იმდროინდელი კონდაზვერის უფროსი თუ ამდროინდელი ვერ გავარკვიე მას ასევე მფარველობს პარლამენტის დეპუტატი ენზელ მკოიანი ასევე მას გააჩინა საკუთრება სომხეთში არის სომხეთის მოქალაქე ესე იგი თქვენ წარმოიდგინეთ რომ აქ არის როგორც მათი ქონების უკანონოდ ამბობენ რომ ადრინდელი ბეჭდებითა და ადრინდელი ესე იგი სარეგისტრაციო ქაღალდებით მოქმედებენ და უამრავი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები აქვს შესყიდული, რაც უკანონოა და აქ არის აგრეთვე ტენდერებზე ფაქტიურად გამოკვლევა ჩატარებული, სადაც უამრავი თანხაა მითვისებული. ერთი სიტყვით თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მოსახლეობა ძალიან ხშირად ახსენებს კონდაზვერის სამსახურის უფროს ზურა ჩადუნელს, რომელიც კახათოფურიას კადრია. ყოფილი კოორდინატორი, კონდაზვერის კურატორი ეს კახა თოფურია, რომელიც ფარველობს დღესაც ამ კლანსო. ესე იგი, მე ვინც ჩამოგითვალეთ ეხლა სახელი და გვარები, აბსოლუტურად სულ ყველა არის თანამდებობაზე. ეს არის კლანი ნაციონალური მოძრაობიდან გადმოპორტირებული ქართული ოცნების რიგებში და მოსახლეობაში არის აბსოლუტური, ასე ვთქვათ, ნიჰილიზმი და არის იმის განცდა, რომ 2012 წლის ის ავადსახსენებელი 2012 წლამდე რაც პერიოდი იყო და ის განცდა დაივიწყა ხელისუფლება. აი მე არ მაქვს არანაირი პრეტენზია რომელიმე პარტიის ყოფილი წევრისა თუ ის პროფესიონალი იყო და თავის სამშობლოს ემსახურებოდა, მაგრამ
როცა მოსახლეობა არის უკმაყოფილო, როცა ადამიანი იცვლის ფერს, იცვლის პარტიას, არის მედროვე და ის ცდილობს, რომ მის გარშემო შექმნას ნათესაობის საახლობლოსი, იმ წრის, იმ პარტიის წევრების კლანი, რომელიც მისი თანამებრძოლი იყო, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არ უწევენ სახელმწიფოს არანაირ ანგარიშს და სახელმწიფოებრიობა არ ჩანს ნინოწმინდის მოსახლეობის თვალში. მათ არ აქვს სახელმწიფოებრიობის შეგრძნება თვითონ ამ კლანს. ისინი იყენებენ ამ ვითარებას და თითქოს დაძაბულობა სომეხ, ესე იგი ეთნიკურ მოსახლეობასა და ქართველ მოსახლეობას შორის ეს მკოიანი გვევლინება, როგორც თითქოს და გამანეიტრალებელი ამ დაძაბულობის არა და მკოიანი და მკოიანები ეს არის მედროვე და ასე ვთქვათ სახელმწიფოს მხრელი კლანი, თორემ სომეხ მოსახლეობასთან ჩვენ ქართველებს არაფერი გასაყოფი გვაქვს, სომეხ მოსახლეობასთან ჩვენ ვიცხოვრებთ, გვიცხოვრია და საუკუნეები ვიქნებით ერთად და არანაირი ჩვენში დაპირისპირება არ იქნება პირიქით. აი ესეთი დამოკიდებულება, ესეთი კლანური მიდგომება, გამოყენება, მედროვეობა, გამოყენება, ასე ვთქვათ, ნდობისა ხელისუფლების სწორედ იწვევს იმ უკმაყოფილებას ადგილობრივი ეთნიკური მოსახლეობისა, სწორედ ქართული ხელისუფლების მიმართ. და მე თქვენი ეთერის საშუალებით პირდაპირ მინდა მოუწოდო ვახტანგ გომელაოს, რომ აუცილებლად დაინტერესდეს ამ საკითხით ნინოწმინდასთან დაკავშირებით, ჩვენ აუცილებლად როგორც პროკურატურას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გადავცემთ ამ საბუთებს, რამდენად ეს იქნება არის მტკიცებულება, ამას თავად გაარკვევენ. ყოველ შემთხვევისთვის ინფორმაცია, რომელსაც მე ახლა ვაჟღერებ, ეს ინფორმაცია მე არ დამსიზმებია, ეს დოკუმენტაცია მე თვითონ არ შემიდგენია, ამ დოკუმენტაციაზეც და ამ ინფორმაციაზეც უამრავი ნინოწმინდელი მოაწევს ხელს. ჩვენ საზოგადოებრივი მოძრაობები გაერთიანებული ფორმატით ალბათ ხელმძღვანელები ჩავალთ უახლოეს ხანებში ნინოწმინდაში, ჩვენ შევხვდებით ამ მოსახლეობას, რა თქმა უნდა დავაფიქსირებთ ამ ხელმოწერებს ამ დოკუმენტებზე და შემდეგ გადავცემთ ამას როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაოს, ასევე ბადაშვილის უწყებას პროკურორს და ჩვენი თხოვნა იქნება, რა თქმა უნდა, წინასწარ ვაჟღერებ ამასო, არავითარ შემთხვევაში ეს საკითხი არ იქნას გადაცემული სამხარეო საკანონმდებლო ორგანოებს, რადგანაც თუ კი არსებობს კლანი, როგორც ჩანს, ამ კლანს ძალიან ღრმად აქვს ფესვები გადმული და ასეთ სამართლებრივ საკითხებს გამარჯვება ჯერჯერობით არ უწერია. ასე რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ უნდა მიუდგეთ სახელმწიფოებრივი აზროვნებით და სახელმწიფოებრივი ქმედებით ნებისმიერ მკოიანებს, ნებისმიერ ქართველ დეპუტატს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. არ არის განსხვავება თუ რომელი ეთნიკური წარმომავლობისა ის. პირიქით, მე მიხარია და ჩვენ ქართველებს გვიხარია, რომ აზერბაიჯანელი დეპუტატი ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ჩვენს ქვეყანაზე იზრუნებს, სომეხი დეპუტატი ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დგინდ სხვა ინსტიტუციაში იზრუნებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე, სომეხი, აზერბაიჯანი და ქართველი რამ გაყო ჩვენ ერთნი ვართ, მაგრამ აი ასეთ კლანურ სისტემებს და აი ესეთ მედროვე დეპუტატებს ჩვენ არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დისონანსი შეიტანოს როგორც ქართულ სომეხ ხალხ შორის ურთიერთობას შორის, ასევე დისონანსი შეიტანოს სახელმწიფოსა და რეგიონს შორის, რაიონსა და სახელისუფლებო ორგანოებს შორის.